მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა დღეს პედაგოგიურ კოლექტივს ახალი მოადგილე. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ზოია ბალიაშვილი წარუდგინა. უკვე ყოფილი მოადგილე ნანა დათაშვილი კი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი ამჟამად სკოლაში მუშაობას პედაგოგის რანგში აგრძელებს. ინგა ვარდიძის გადაწყვეტილება ნანა დათაშვილისთვის უცნობია, როგორც მან მეცხრე არხთან საუბრისას განმარტა. ახალმა დირექტორმა მის გათავისუფლებას საფუძვლად ის პროტესტი დაურთო, რომელიც მეხუთე სკოლის პედაგოგებმა ინგა ვარდიძის წინააღმდეგ მოხატეს, თუმცა იგი თulis რომ სკოლის მმართველობას ვიღაცის ინტერესების გამო ჩამოაშორეს. მე ტესტირებაზე მაღალი ქულა დავიმსახურე და შემდგომ ვითომ და გასაუბრება ვერ გავიარე, სწორედ აი ამ დროს გამწია მე გვერდზე ვიღაცის კერძო ინტერესებმა. ვამბობ რომ მე ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური და ვთვლი რომ სკოლის პედაგოგი უნდა იყოს თავისუფალი ყველანაირი პოლიტიკისგან. ჩვენ ამ 11 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც მე ხელმძღვანელობდი სკოლას, შევქმნით ძალიან ჯანსაღ ურთიერთობებზე დამყარებული სასკოლო კულტურა. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის ახალმა მოადგილემ ზოია ბალიაშვილმა კამერებთან გამოჩენასა და ექოსთან ინტერვიუზე უარი განაცხადა. მისივე თქმით კომენტარს მაშინ გააკეთებს, როდესაც თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება. თუმცა ინგა ვარდიძემ სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ ზოია ბალიაშვილი მოვალეობას 20 მარტიდან ასრულებს. ყოფილი მოადგილეს კი გათავისუფლების ბრძანება 19 მარტს წარუდგინა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ნანა დათაშვილი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა და მისი გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. თავის მოვალეობას ვერასრულებდა და ეს დავათავე. ეს უკვე დაინიშნა და პედაგოგიურ კოლექტივს წარუდგინეს. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის ახალი მოადგილე რამდენიმე წლის წინ პირველ საჯარო სკოლაში მუშაობდა. როგორც მისი ყოფილი კოლეგები ამბობენ, ზოია ბალიაშვილმა სასწავლო დაწესებულება პროტესტის ნიშნად დატოვა იმის გამო, რომ დამატებითი საათები მოითხოვა, თუმცა დირექციისაგან უარი მიიღო. პედაგოგების თქმით, პირველი სკოლის დატოვების შემდეგ მას სკოლის დირექციასთან სასამართლო დავაც ჰქონდა, თუმცა იგი კონკრეტულად რას უკავშირდებოდა, ზოია ბალიაშვილის ყოფილი თანამშრომლები ამაზე არ საუბრობენ. ძალიან კარგი პიროვნება, დირექტორად მუშაობდა. მანამდე სასწავლო ნაწილის გამგედაც მუშაობდა. როგორც დირექტორმა აგვიხსნა, იმ პერიოდში მცირე საათების გამო გაანთავისუფლა დირექტორმა. დავა იყო, მაგრამ სასამართლოშიც იყო საქმე, მაგრამ აი მე არ სასამართლო პროცესს არ დავსწრები ვარ და არ ვიცი, თორე ისე დავა ქონდა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში იხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა 13 მარტს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი წარადგინა. სამინისტროს მიერ ინგა ვარდიძის დანიშვნას პედაგოგების მხრიდან პროტესტი მოყვა. თავდაპირველად გაფიცვებისა და საგაკვეთილო პროცესების ჩაშლის შემდეგ პედაგოგებმა გადაწყვიტეს, რომ პრობლემა სამართლებრივი გზით მოაგვარონ ისე, რომ მოსწავლეები არ დაზარალდნენ.